ერთი თხოვნა მაქვს აი ამ წაოპოზიციო ელემენტებთან და აი რაღაცა ეგეთ ტიპებთან რა. ირაკლი კობახიძის ადვოკატად მოგადამაქცევ ძალიან ხოთ. ისეთ რაღაცებს უყურებ ამ ბოლო დროს ეთერში, რომ აი ხა TikTok-ს სკროლავდი და შემხვდა განსაკუთრებით ეს გახარიას პარტიის რაღაც უტიფარი უშუბლისძარღვო ტიპები, ეს ბერდია სიჭინავა, საერთოდ არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ბიჭო, აი ყველაზე მეტად ვერ ვიტან უნამუსობას რა, აი უსამართლობას, არასწორობას, პოლიტიკურ ხა იმ პლატფორმებს თავი დავანებოთ, კაცო. ადამიანი როცა ცხოვრებისეულად და რაღაც არასწორია და შეუძლია უტიფრობები თქვას და სინდის ნამუს გარეცხილი იყოს, ხო? იმის პოლიტიკური პლატფორმები მე აღარ მაინტერესებს. ბიჭო, როგორ შეიძლება გახარიას პარტიის წევრმა და მომხრემ ილაპარაკოს ახალგაზრდების მიმართ ძალადობაზე თავრობის მხრიდან, რომელიც მას აქაოდა არ მოწონს. აი, მსგავსი უტიფრობა ხა დაურეკეთ ჩემს ვთქვათ ან ვლაპარაკობ ხოლმე ვიღაც ნაცნობთან და აი თუ არც ნაცები გინდა და არც ქოცები გინდა, იქნებ გახარიასთვის მიგეცა ხმა. გახარია ჩემთვის არ არის არც ქოცები და არც ნაცები. გახარია ჩემს არის ორივე ერთად რა. ანუ ქოცების და როგორ ნათია მეზრიშვილი ყავდა კაც მოადგილეთის, როგორ არ არის ნაცი. და ნუ ქოციც თავისთავად იყო პრემიერ-მინისტრი, იყო ქოცების, ანუ ეს პირიქით კონგლომერატია ქოცების და ყველაზე დიდი ქოცი და ყველაზე დიდი ნაცია გახარია. და თუ ვინმე დამტკიცებს იმას, რომ ის არც ქოცია და არც ნაცია, მაშინ ორივეზე უარესია და არა უკეთესი. მოდი ხა უსმინოთ რას რებს ელაპარაკება ერთ-ერთი გახარისტი თუ გახუისტი თუ რავი როგორც გინდათ ისე დაარქვით, ვინმე ბერდია სიჭინავა, რომელიც მე არ ვიცი მართლა ვინ არის, ირაკლი კობახიძეს. ხარიბაშვილსაც კი ბატონო ირაკლი თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩასაწევი ისმაილისა თუ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და კანდიდატის სტატუსზე განაცხადი გააკეთა. თქვენ ჩაიწერთ მოსკოვის მექანიზმს ნაცემ ახალგაზრდობას მოწამლულ ადამიანებს დაჭერილ ახალგაზრდებს. აი ხო თვალების დათხრაზე არ მოლაპარაკო მართლა სერცველია რა ნაცემზე ლაპარაკო. ბავშვებს თვალები. დამოსულები. არა ასაღელვებელია რა. ბიჭო, თქვენო ხართო ახალგაზრდების ცემასთან და ძალადობასთან ასოცირებული პარტია გახარიას პარტიის წევრი ეუნება ბიჭო ამას გახარიას მომხრე გახარისტი თუ გახუისტი თუ ვიღაცა ეუნება ამას ირაკლი კობახიძეს კიდევ ვიძახი არ მინდა ირაკლი კობახიძის ადვოკატობა არ ხრიან ქართული ოცნების ადვოკატობა მაგრამ აი ეს უნამუსოებს ხმა როგორ უნდა მივცე ხა რაც არ უნდა კარგი პოლიტიკური პლატფორმა დამიწერონ 20 ანუ ის ახალგაზრდების ცემა ანუ გიორგი გახარია არის ადამიანი რომელიც ასოცირდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დარბევასთან ხალხის. ხო იყო სხვა დარბევებიც იყო ის იყო, ну არც ერთ სახელმწიფო ვერ აუვა ამას, ვერ აულის გვერდს, რომ რაღაც შეხლა შემოხლები არ მოხდეს პოლიციელებთან და ну აქტივისტებთან. მაგრამ ყველაზე სასტიკ დარბევასთან ასოცირდება ბიჭო ეს კაცი. არც ერთი სხვა დარბევის დროს არ გამოუყენებიათ ეს რაღაცა დათვის ტყვიები და ეს რაღაც საშინელი რაღაცებს რო ისროდნენ და არც ერთი სხვა დარბევის დროს ნუ ნაცებს არ ვთვლე ხა ნაცების საშინელებება მაგას ბაზარი არ არის. აი ნაცების მერე ყველაზე უსასტიკესი დარბევა ჩაიდინა ნუ ქართულმა ოცნებამ რა თქმა უნდა მე იმასაც არ ვამბობ რომ იგივე კობახიძე არ არის ამავე რაღაცაზე პასუხისმგებელი ნუ აქ კიდე ეს ცალკე თემაა და მთელი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილისათვის პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა მაშინ, თუმცა გახარიას მომხრე, აი ამას როგორ ამბობს ადამიანის, რომელიც ამ დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ხა ვიღაცები გამომიხტებიან აქ და გახალია ჯალგაუჩია ბლჯანება და გახალია უჭუჭუ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში მოდი გავიხსენოთ მაშინ, ვინ დაწინაურდა აი ამ დარბევების შედეგად გახარია რომ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრად რაკნა პირველი შევარდა ბასიანი დაარბია მერე გავარდა სადღაც ვიღაცები დაარბია ანუ მთელი მისი შინაგან საქმეთა მოღვაწეობა შინაგან საქმეთა მინისტრად მოღვაწეობა იყო რაღაცების დარბევები და შემდეგ რა მოხდა ესე იგი ეს გავრილოვი თუ ვიღაც რო ჩამოვიდა დარბევამდე ანუ აი ამ ამბებს რა აი ამ მოვლენებს რაზეც არის აქ ლაპარაკი თუ არ ვწდები 20 ივნისის მოვლენებია რომელიც წელია კარგად აღარ მახსოვს 2019 თუ არ ვწდები არ მახსოვს მე მგონი 2019-ია ამ მოვლენებს მოყვარა ჯერ კობახიძის თვითონ გადადგომა რომელიც მაშ პარლამენტის თავმჯდომარე იყო ნუ ავი ისევ და ისევ ამ პატარა ბავშვებს შეიძლება ეს მოვლენები არ ახსოვს
ირაკლი კობახიძე გადადგა დარბევებამდე თვითონ ამ მიტინგების და პროტესტის დაწყების შემდეგ გავრილოვის ღამეს ეძახიან ხო ამას და არქვეს გავრილოვის ღამე რო ჩაჯდა იმ საوردელში გავრილოვი კობახიძე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მეორე პირი გადადგა დარბევის შემდეგ ბევრ შეიძლება არც გახსოვთ მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო მამუკა ბახტაძე რომელმაც პროტესტი გამოხატა ამ დარბევაზე პროტესტი ეს არ იყო საჭირო ეს დარბევაო მამუკა ბახტაძემ თქვა პრემიერ-მინისტრმა და ვინ გაუხურა ყველაზე მეტი გახარია რას ქვია დარბევა საჭირო არ იყო აი სტურმი იყო ის იყო ეს იყო და გადადგა ქვეყნის პირველი პირიც მამუკა ბახტაძე მანამდე გადამდგარი იყო ქვეყნის მეორე პირი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა პრემიერ-მინისტრი და დაწინაურდა ვინ გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი აი ამ მოვლენების შემდეგ თუ ეს მოვლენები ესეც საშინელება იყო და რაღაცა და არ შეიძლებოდა და რაღაცა რატო დაწინაურდა რატო თქვა თანხმობა ქართული ოცნების წიაღში დაწინაურებაზე ეს არის ხალხო რავი წარმოუდგენელი უნამუსობა საშინელება აი გახარიას პარტიის წევრი რო აი ამას ლაპარაკობს და მე ამათი პოლიტიკური რაღაცა ნიუანსები აღარ მაინტერესებს ამ დონის შუბლის ძარღვ გაწყვეტილ ადამიანებს არ შეიძლება რომ ხმა მივცე არც მე და თქვენც არ გირჩევთ თუმცა ეხლა ნახოთ კიდე ერთი-ორი მომენტი და პატარა კომენტარებს კიდევ გავაკეთებ თქვენ დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და ზუსტად ვიცი მიზეზი რაც იყო პირადად იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო რომ კონკრეტულ აქტებს მოყვა კონკრეტული რეაქციები ეს ერთი იქ ვიყავი და ტყუილს თქვენ ამბობთ ან შეიძლება არის მე ტყუილს არ გაბრალებ შეიძლება არ იცით მაგრამ მე იქ ვიყავი და ვიცი რაც მოხდა რაიც და რატო არ მოიგეთ ხმა პრივატიზაციის მოდი დავასრულებ მეტად ვერ შევიჭრებოდი მე მაშინ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში ну აქ რაღაც სამართლებრივ აქტებზე არის საუბარი მე არ ვიცი კონკრეტულად და დეტალურად რა სამართლებრივ აქტებზეა მაგრამ ну ტიპის შეფასება ნახეთ ამ ვიღაც ბერდიას იკინავასი რომ რატო არ გაუწიეო წინაღობა თუ გახარიას ეს გადაწყვეტილება რომელიც მაშ პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი კობახიძე უკვე გადამდგარია პარლამენტის თავმჯდომარებიდან და არის უბრალოდ პარტიის გენერალური მდივანი რატომ არ გაუწიე წინააღმდეგობაო პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასო და ну კობახიძე ჩვეულებრივად პასუხობს რომ არ ქონდა მაგის კომპეტენცია ვერ ჩავერეოდი პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია რატო პატარა კაცი იყავი ბატონო ირაკლი რა ლაპარაკია ხო პატარა კაცი იყო ну პატარა კაცი ესეთი განსაზღვრება მართლა შენაირი პატარა კაცების საქმეა პატარა კაცი კი არ იყო თანამდებობრივად ვერ ჩაერეოდა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში ყველას თავის კომპეტენცია აქვს შემართლა პატარა კაცო ვიღაცა ხარ არ ვიცი ყველას აქვს თავი ეს არის დემაგოგია აი ზუსტად აი ესეთი დემაგოგიის გამო არ მევასებით რა და იძულებული ვარ ისევ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვიყო იმიტომ რომ ნუ ნაცების მხარდამჭერი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნები და ეს გახარიები არიან რაღაცა საზიზღარი გულის ამრევი დემაგოგები კიდე იქ ვიღაცა ნევროზიანი სვანი ქალები რო ყავთ პარლამენტში და რაღაცას რო ნევროზობენ და ზოგიერთი აქ აღწოვანებული რო აო რა მაგარი გოგოები არიან კი არა ნევროზიანი დემაგოგები არიან ისე ადამიანს არ გეუჩეულებრად ამოწ რომ არ მქონდა კომპეტენცია პრემიერ-მინისტრის პრეროგატივას შევჭრილი ყავი პატარა კაცი იყავი აი ნუ უკვე ჩანს რა მაგრამ აი მოდი თავისივე ლოგიკაზე წამოვაგოთ ეს პატივცემული ბერდიას იქ ის იყო შინაგანი ორგანიზატორი ერთადერთი თქვენ ბატონო ირაკლი რაზე ლაპარაკობთ თქვენ იყავით მასპინძელი გავრილოვი ასე ერთი წამი თქვენ იყავით გავრილოვის მასპინძელი და ხო ვიზიტის დეტალებთან თქვენ დაკავშირებით სტატუსში თქვენ დაუთმეთ თქვენი სავარძელი რუსეთის დუმის აქ უკვე რასეუნება რომ ეს უკვე მანამდე დროა როდესაც ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა ეს გავრილოვი რაღაცა იქ ხდებოდა სისულელია ეგეც მე თუ მკითხავ არაფერი არ დაშავებულა იმ გავრილოვის იქ ჩამოსვლით და იქ დაჯდომით თუ აქ დაჯდომით ეს იყო თითიდან გამოწოვილი რაღაცა ლეაკა ხოშტარი ასე პროვოკაცია ну კაი დავანებოთ თავი ეს რასეუნება ეს რომ მაშინო თქვენი გახარია კი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა ეს სასტიკი დარბევები და ეს მაგრამ თქვენი ყავითო ბიჭო 20 ივნისის შემოქმედიო კობახიძეს ეუბნება თქვენი ჩამოყვანილი იყო გავრილოვიო კარგითა და ბატონო ბერდია თქვენი ლოგიკას მიუყვეთ თუ კაი კობახიძის ჩამოყვანილი იყო გავრილოვი ეს იყო ყველაფერი და თუ თქვენ და თქვენი ბელადი გახარია ამას ასე ფიქრობთ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაშინ გახარია რატო არ
გააპროტესტა, რატო არ გამოვიდა, რატო არ თქვა, რომ გავრილოვი არ უნდა ჩამოსულიყო გავრილოვი საქართველოში. რატო არ განაცხადა ეს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა? თქვენ ხო ეუბნებით კობახიძეს, რომ პარტიის თავმჯდომარე თუ იყავიო, პრემიერ-მინისტრი რაღაც არასწორ გადაწყვეტილებას თუ იღებდაო, რატო არ გააპროტესტეო? შენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ რატო არ გააპროტესტა გავრილოვის ჩამოყვანა? მით უმეტეს ეს არ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრს არ ცოდნოდა რა ფიგურა შემოდის საქართველოში, როგორც ამბობენ მას დარღვეული ქონდა. ყველაზე მე კი თქვი წეგან რომ რაღაცა თითიდან გამოწვეული იყო ეს გავრილოვის წინააღმდეგ ამბები მეთქი, მაგრამ ყველაზე სერიოზული არგუმენტი ეგაა რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების კანონი ქონდა დარღვეული, როგორც ამბობენ, აფხაზეთში იყო დამყოფი და ოფიციალური ვიზიტი და ასე შემდეგ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს ყველაფერი არ იცოდა? რომ შემოდიოდა საქართველოში რუსეთიდან პერსონა, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ქონდა აფხაზეთში დამყოფი იყო. რატო არ გააპროტესტა და რატო შემოუშვა საქართველოში ამ თუ დააძალეს შემოშვება, როგორც თქვენ წაიჭირეთ ირაკლი კობახიძე რომ რატო არ მითხარიო, რატო არ შეეწინააღმდეგეო, რატო არ მოიღე ხმაო ის რომ რაღაცა სამართლებრივი აქტებიო პრემიერ-მინისტრი რო იღებდაო, რატო არ მოიღე ხმაო პარტიის თავმჯდომარე ხო იყავიო, რატო არ მოიღო გახარიამ ხმა გავრილოზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ხო იყო? პატარა კაცი იყო გახარია მაშინ პატარა კაცი და ამ პატარა კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი პატარა კაცი იყო და ხმა არ მოიღო კი არა პირიქით დაარბია ხალხი დათხრა თვალები მართლა ყველაზე სასტიკი დარბევა ჩაატარა და შემდეგ დაწინაურდა კიდევ ვიმეორებ რო არ შემომიხდეთ კიდევ ვიღაცა სინდის ნამუს გარეცხილები და შუბლიცარ გაწყვეტილები და გახარიას არ დაურბევია ამ დარბევით გახარიამ ისარგებლა და დაწინაურდა ეს არის ყველაზე დიდი არგუმენტი და შემდეგ მთელი ცხოვრება ამ დარბევას მთელი ეს წლები აპრავებდა და იძახდა მამუკა ბახტაძემ გააპროტესტა დარბევა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია აწვებოდა რომ საჭირო იყო და ძალიან კაი იყო და ასე და ასე და ასე რატო არ გააპროტესტა გეკითხებით გახუისტებს ირაკლი კი არა და გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გავრილოვის შემოსვლა საქართველოში რატო ხმა არ მოიღო პატარა კაცი იყო